Სალამი ყველას, ეთერშია ჯეოსტალკი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით აბაშიძე 9 აპრილის საბაგიროზე. სამწუხაროდ შიგნით შეღწევა შეუძლებელია, დაკეტილია კარები. და მოდით განახებთ ამ შენობის ბაქანს. შემდგომ გადავინაცვლებთ ამ საბაგიროს ზედა სადგურზე. ნაგვის ბუდეთ არის ქცეული აქაურობა. გარშემო არის ბაზარ ვაგზალს რო ეძახიან. საბაგირო გზა აშენდა 1990 წელს და იყო ჭიათურაში გახსნილი ბოლო ქართული საბაგირო. სამკერვალო ფაბრიკის მიმართულება მხოლოდ ერთი განშტოება იყო. მას მეორე განშტოებაც უნდა ქონოდა ზემო ნაგუცში, რომლის ზედა სადგური დაუსრულებელი დარჩა. ასევე არ დგას საყრდენები. სამკერვალო ფაბრიკის გზას კი ერთი შუალედური საყრდენი ქონდა. ახლა საბაგირო მიტოვებულია და მოწყობილობების დემონტაჟს ელის. ორივე ხაზზე 25 ადგილიან ვაგონებს უნდა ემოძრავა. თუმცა 1990 წელს ფაბრიკის ხაზზე 12 ადგილიანი ვაგონი გაუშვეს, რის გამოც ბაგირი გადაადგილეს მარცხნივ და ბაქანიც ხელოვნურად შეავიწროვეს. ქვედა სადგურს ამძრავის ფუნქცია ჰქონდა, სადაც ეყენა ძრავი და მზიდი ბაგირების საპირწონე, ხოლო ზედა სადგურებში მხოლოდ გამწევი ბაგირის საპირწონე იყო განთავსებული. მზიდი ბაგირი ზედა სადგურში დახვეული არის დოლზე და უძრავად არის ჩაანკერებული. 2003 წელს საბაგიროს გაჩერების შემდეგ მოიპარეს გამწევი ბაგირის საპირწონეს ტვირთი ზედა სადგურში, რის გამოც რკინის კონსტრუქცია, რაზეც საპირწონე დასტრიალებდა, საძირკვლიდან აიგლიჯა და შენობის კონსტრუქციას უჭირავს მხოლოდ. ესეთი კიბე არის. შუაში ეგეთი ბეტონის კონსტრუქცია არის, რომელსაც ეს კიბე უკავია. და გადავინაცვლოთ ახლა ბაქანზე. ესეც ამ საბაგიროს ბაქანი. თავიდან იყო 25 კაციან ვაგონზე გათვლილი, შემდგომ შეამცირეს 12 კაციანი ვაგონისთვის და მოუწიათ ბაგირების კონსტრუქციის გადატანა. ხედავთ, რომელიც მთავარი არის ჩაჭრილი და მისგან ოდნავ ხელმარჯვნივ არის ბაგირის დამჭერმი მექანიზმი გაკეთებული. არის საკმაოდ ამორტიზირებული შენობა. აქედან ერთ საბაგირო ერთ კაბინიანი მიდიოდა ზემოთ, ერთი მიმართულებით და ეს მეორე მიმართულებით. ახლა გადავინაცვლოთ და დავათვალიეროთ ამ საბაგიროს ზედა სადგურები. თუ კი რამე შემორჩა. ახლა ჩვენ ვართ ასულები საბაგიროს ერთ-ერთ საყრდენზე, რომელიც მდებარეობს კომისარიატთან. ვერძე დგას ეგეთი ახალი დამედროვე საყრდენი. მოკლედ ეს არის დაუმთავრებელი ზემონაგუთი საბაგიროს სადგური. მარტო ესე ბეტონის კონსტრუქციები არის შემორჩენილი. მოდით ბაქანსაც გაჩვენებთ. ქვედა სადგურიდან ბაგირი ამიტომაც არ მიდიოდა აქეთკენ, ვინაიდან ეს ჯერ კიდევ შენდებოდა და ჯერ არ იყო ბაგირი გაყვანილი. მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა და დარჩა ის, რაც დარჩა. ესეც არის ბაქანი. იყო ერთვაგონიანი 25 ადგილიანი ვაგონი აქ შემოდიოდა ცენტრში და ორივე მხრიდან იყო ბაქანი. და კვლავ ჩვენი საბაგიროების გურუ ირაკლი. გადმოძენძილი. ო. გეგონება თავი. ეხლა ჩვენ ვართ 9 აპრილის
სადგურზე, საკმაოდ მაგარ ადგილას დგას, აქედან ძალიან მაგარი ხედი იშლება ჭიათურაზე და მოდით დავათვალიეროთ ეს სადგურიც. ეს ველური ბუნება. მოდით ეგრევე გავიდეთ ჯერ ბაქანზე. კიბეზე ესე ლამაზად ამოდის მაყვალი. ესეც ბაქანი. დროთა განმავლობაში ბაქანის ზომა შეიცვალა. 25 კაციანი ვაგონის მაგივრად მოდიოდა 12 კაციანი ვაგონი და მგზავრებს კომფორტულად რო შეეძლოთ გადასვლა-გადმოსვლა, აი ესე დააპატარავეს ეს ადგილი, სადაც უნდა შესულიყო საბაგირო. აქედან იშლება მშვენიერესი ხედი ჭიათურაზე. და მოდი დავათვალიეროთ ამ შენობის სხვა ნაწილებიც. ესეც ამ შენობის ტექნიკური სართული. აქ იქნებოდა ბაგირის დამჭიმი მექანიზმები. ისე მონგრეულია ყველაფერი, რომ ასლაც მეშინია ცოტა. ბეტონით ამოგლეჯილი. ბეტონიდან ამოგლეჯილი რაღაც ნაწილები. მოდით ავიდეთ ზემოთ. დიდი ალბათობით აქედან ავალ სახურავზე. ხედავთ, ეს ბაგირის დამჭიმი მექანიზმი. ესე არის ამოგლეჯილი. აქ ესე კიდია ჰაერში და როდის ვის დაეცემა, არავინ არ იცის. აი აქ ესე შემოდიოდა მთავარი დამჭერი ბაგირი. და აქ იყო გამწევი ბაგირის გორგოლაჭები განთავსებული. და ამასობაში მე აღმოჩნდი ბაქნის ზემოთ. ზემოთ არის ბაქანი. ხოლო ეს იყო პერსონალისთვის განკუთვნილი ტერიტორია. მოკლედ, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დასვით ლაიკები, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, ჩვენი YouTube არხი, გააზიარეთ ეს ვიდეო. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.